რას ნიშნავს ქალის ტატუები? ყველასთვის გასაგებია, რომ აბსოლუტურად ყველა ტატუირებული ქალი აუცილებლად პრობლემურია. ამაში ორი აზრი არ დევს, მაგრამ მათი დახარისხებაც კი არის შესაძლებელი. მაგალითად, თუ ქალმა რაიმე აგრესიული დაიხატა, ის ან შინაგანად ძალიან დაჩაგრულად გრძნობს თავს და მაგით თავისი სისუსტის კომპენსირებას ცდილობს, ან პირდაპირ აგრესიულია. ნებისმიერ შემთხვევაში მამაკაცთან ურთიერთობაში ის უაზროდ აგრესიული იქნება. თავისთავად თავისი აგრესიისთვის აზრს თვითონვე მონახავს. თუ ქალი დაშორების შემდეგ ეგრევე გაიქცა რაღაც სტატუსს დასახატად, ეგ ნიშნავს იმას, რომ მას დრამებისკენ და ტანჯვისკენ აქვს პირდაპირი მიდრეკილება. ასეთი ტიპის ქალები ან თავიდანვე ავადმყოფურ ურთიერთობას იწყებენ, ან კარგ ურთიერთობას აფუჭებენ, რომ მიიღონ სასურველი ტანჯვები. თუ ქალი იხატავს რაღაც ფერიებს, პეპლებს, ფისუნიებს, ან არ ვიცი, იქ კიდევ რაღაც მარტორქებს, ეგ ნიშნავს იმას, რომ მას არ უნდა რომ გაიზარდოს. ის სრულფასოვან ქმარს არ ეძებს, ის ეძებს მამიკოს, რომელთანაც თავისთავად თავის მაგ ბავშვურ, მავნებლურ და უაზრო კაპრიზებს გამოხატავს. არსებობენ კიდევ ფსევდოსულიერი ტატუს მატარებელი ქალებიც, რომლებიც იხატავენ რაღაც იეროგლიფებს, ლოტოსებს, ჩაკრებს და ასე შემდეგ. ასეთი ტიპაჟის ქალებს მათ ხედვებში არ აქვთ სრულფასოვანი სურათი ამ სამყაროს შესახებ. როგორც კი დასჭირდებათ იმ წამსვე დაგიწყებენ რაღაც ენერგიებზე და კარმებზე მოყოლას. ზოგადად ისტორიულად ტატუებს იხატავდნენ მხოლოდ მამაკაცები. მეომრები იხატავდნენ, პატიმრები იხატავდნენ, მაგრამ ქალებს ყოველთვის სუფთა ჰქონდათ სხეული და ფილმებით და სერიალებით არ უნდა მოტყუდეთ. თავისთავად ჩვენ არ უნდა ვიყოთ ვიწროშობლიანები და სწორხაზოვნად არ უნდა ვიაზროვნოთ. თუ ქალს ტატუ აქვს, ის ყველა ვარიანტში პრობლემურია, მაგრამ თუ ტატუ არ აქვს, ეგ იმას არ ნიშნავს, რომ ის არ არის პრობლემური. მანდ ბევრი სხვა კრიტერიუმიც არსებობს, რომლითაც უნდა შეაფასო ქალი. ტატუ არის ერთ-ერთი მარკერი და არა ერთადერთი, მაგრამ აქ მთავარი ის არის, რომ ჭკვიანი მამაკაცი ყველა დეტალს აქცევს ყურადღებას და ქალის სამომავლო ქცევის მოდელირებას და პროგნოზს ცდილობს. შტერ მამაკაცს კი უბრალოდ უყვარდება ქალი.